მოგესალმებით, ჩემს ვიფასებო ყველას კიდევ ერთხელ. ყველას მოგიხდით მადლობას, ვინც გამოიწერათ ჩემი არხი, ვინც მილაიქებს, მიკომენტარებს, ყველას დიდი მადლობა. და მინდა შევგთავაზოთ ასეთი გაშლა, ვინ გადევნებთ თვალს და რატომ, ხო, რატომ რა აინტერესებს თქვენი ცხოვრებიდან. აი ასეთი გაშლა გავაკეთოთ. ორ ვარიანტზე გავაკეთოთ, მოდი. აი ესეთი ცისფერი და ეს მწვანე ქვა ავიღოთ. ცისფერო რაღაც ჭრელი, უმეტესად ცისფერი. მაგრამ შავი რაღაც ხაზები და შავი და თეთრი ხაზები დასდევს და ესეთი მწვანე ქვა. აირჩიეთ ან ვარიანტი, ან ქვა დაიხმარიეთ. ვარიანტის შესარჩევად დიდხანს არ ვფიქრობ. თხოვნა მაქვს, სანამ დავიწყებთ გაშლას, გამოიწერეთ არხი, ვისაც არ გამოგიწერიათ და არ დაგეზავოთ ჩემს ვიფასებო დაკომენტარება. ეს ერთგვარად ეხმარება არხს განვითარებაში და მადლობელი დაგრჩებით ყველას, ვინც არ დაიზარებს და ვინც გამოიწერს და დამიკომენტარებს ან დამილაიქებს ვიდეოს. ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ვინც ამას აკეთებს. მოდი ვნახოთ, ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული, ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული და რა არის ინტერესის მიზეზი. მაშას პირველი ვარიანტი, ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული. ვინც პირველ ვარიანტს აირჩევს, ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული, ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული, რა კავშირი გაქვთ საერთოდ მასთან, ანუ როგორია თქვენი და მისი გადაკვეთის, ასე ვთქვათ, ერთმანეთს სად ხდება თქვენი გადაკვეთა, იცნობთ, არ იცნობთ, იქნებ უცნობია ვინმე, ვინ არის, ანუ რა ურთიერთობაში ხართ ერთი სიტყვით იმ პიროვნებასთან და რატომ აინტერესებს თქვენ, მიზეზი რა არის თქვენი პიროვნება, რატომ აინტერესებს, ან თქვენი ცხოვრება რატომ აინტერესებს, ეს პირველი ვარიანტი. და მეორე ვარიანტი, ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული, ვინც მეორე ვარიანტს აირჩევს, რა შეხება გაქვთ თქვენ ამ პიროვნებასთან, ერთმანეთთან, რა შეხება გაქვთ და რა აინტერესებს, რატომ არის დაინტერესებული თქვენი პიროვნებით ან თქვენი ცხოვრებით. აი ასეთ შემოძვრფასებო აირჩიეთ პირველი და მეორე ვარიანტი. პირველი და მეორე ვარიანტი, მე გადავდებ მეორე ვარიანტს გვერდით და დავტოვებ პირველ ვარიანტს, რომ მივხვდეთ, რომ თქვენზეა საუბარი. ვნახოთ, ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული, ვინც პირველი ვარიანტი აირჩია. ნამდვილად არის დაინტერესებული პიროვნება, შესაძლებელია ახალგაზრდა პიროვნება იყოს, მაგრამ ძალიან ერთი სიტყვით მისი თვალთვალის ობიექტი ხართ თქვენ. სულ შეიძლება ითქვას სოციალურ ქსელში, ცხოვრებაში ეძებს ინფორმაციას ნებისმიერს თქვენს შესახებ. პიროვნება შესაძლებელია იყოს ახალგაზრდა, შესაძლებელია იყოს არ არის აუცილებელი, ანუ პაჟის ენერგიებში, ხო შესაძლებელია ზრდასრულიც იყოს, მაგრამ როგორ გითხრათ, პაჟის ენერგიით, ხო, ანუ ბოლომდე ჩამოყალიბებული და ბოლომდე გაზრდილი რომ არ არის, ხო, ხვდებიან მამაკაცებიც, რომლებსაც ჯერ კიდევ რაღაც ბავშვობაში არიან ჩარჩენილები. აი ესეთი პიროვნება არის დაინტერესებული ერთი სიტყვით, პიროვნება ცნობის მოყვარე, ცოტა კრიტიკული, ცოტა ესეთი ირონიული შეიძლება იყოს, ხო, ანუ ცოტა უხეშიც შეიძლება იყოს, რომელიც აი მუდმივად შეიძლება რაღაც შენიშვნებს იძლეოდეს, ან რაღაც სარკასტული გამონათქვამები ქონდეს, ერთი სიტყვით ცოტა გამაღიზიანებელი პიროვნება, ხო, პიროვნება, ვისთანაც არ არის ერთი სიტყვით ადვილი კონტაქტში შესვლა, ხო, პიროვნება მუდმივად ხისტი პიროვნებაა, ხო, მუდმივად ცდილობს თავისი რაღაც აზრის მტკიცებას, ისე რომ შეიძლება თქვენს აზრს დიდად არც აფასებდეს და არც უსმენდეს, ხო, მუდმივად ცდილობს რაღაც თავისი უპირატესობის და თავისი როგორ გითხრათ, ინტერესის გატარებას. აი ესეთი პიროვნება შეიძლება იყოს დაინტერესებული თქვენი ცხოვრებით და თქვენი პიროვნებით ერთი სიტყვით, ნამდვილად ხართ ასეთი ახალგაზრდა პიროვნების ინტერესის ობიექტი, შესაძლებელია რომ გავიმეორებ იყოს ეს ასაკით შედარებით პატარა, ან ზრდასრული პიროვნება, ოღონდ პაჟის ენერგიით, ხო, პაჟის ენერგიებით. მე დავაზუსტებ, კიდევ დავამატებ ერთ კარტს, ვინ არის თქვენი ცხოვრებით კიდევ დაინტერესებული, ხო, აი ბავშვური, რაღაც ეგოისტური პიროვნება, დასტის ფონად მაქვს რაინდი თასის პიროვნება, რომელსაც საკუთარი ინტერესები ამოძრავებს, საკუთარი ეგო ამოძრავებს, ხო, საკუთარი შეიძლება ამ პიროვნებას
აინტერესებთ რაღაც ანუ ფლირტის ასე ვთქვათ როგორ გითხრათ იცით ინტერესი აქვს ის რომ მიზეს გავიგებთ შემდეგ მაგრამ რაღაც თასის რაინდი პიროვნება რომელიც ანუ სურს რაღაც თავის თავზე გამოსცადოს რაღაც რომანტიული ასეთი მოთამაშე პიროვნება რომელიც რაღაც გრძნობებით ცდილობს და რაღაც პატარა საჩუქრების თქვენი ყურადღების მიქცევას პიროვნებას ფაქტია რომ რაღაც თავისი ეგო ამოძრავებს და თავისი რაღაც ეგოისტური პირადი რაღაც სურვილები ამოძრავებს და ნამდვილად არის დაინტერესებული თქვენზე მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და გაიგოს თქვენ შესახებ რაც შეიძლება მეტი ნახოთ რა შეხება გაქვთ თქვენ ამ პიროვნებასთან შეიძლება გქონდათ წარსულში შეხება არ ვიცი რა ურთიერთობა გქონდათ ამ პიროვნებასთან, მაგრამ ეს პიროვნება თქვენთვის არ არის უცხო პიროვნება. კარგად გაიხსენეთ, ვისთან გქონდათ. შესაძლებელია რაღაც პატარა კონფლიქტური სიტუაციაც კი გქონდათ წარსულში და შეიძლება პიროვნება ცდილობს ახლა რომ გამოისყიდოს თასი რაინდის არკანით, ხო, ანუ შემოგირიგოთ, ხო, რაღაც დაძაბული ურთიერთობა ვისთან გქონდათ წარსულში, რაღაც მწარე გამოცდილება ერთი სიტყვით გაიხსენეთ. ეს პიროვნება უცხო არ არის თქვენით, რომ აი თქვათ უცხოს აინტერესებდეთ ამ პიროვნებასთან გქონდათ წარსულში შეხება. манипулаტორი პიროვნება, რომელიც შეიძლება ითქვას როგორც ცნობებზე თამაშობს. აი ესეთი პიროვნება დასტის ფონად კიდევ გქონდა მაგის არკანი. გაშეხება, ну, აი რაღაც კონფლიქტით გაქვთ დამთავრებული ამ პიროვნებასთან, კონფლიქტური სიტუაცია გქონდათ შესაძლებელია წარსულში, რაღაც საკამათება, შეიძლება სერიოზული არაფერი, მაგრამ რაღაც ვერ ხვდებოდით ერთმანეთთან აზრებით, ხო? ანუ აზრთა სხვადასხვაობა იყო, ან რაღაც ინტერესთა სხვადასხვაობა. მოდი ნახოთ რატომ აინტერესებთ. ორიანი ხმალი, აქ როგორი მომენტია, იცით, დაინტერესების მიზეზი რა არის, ხო? ორიანი ხმალი შესაძლებელია ფიქრობს ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე. შესაძლებელია ამ მომენტში დაბლოკილიც ყავთ, შემოძვირფასებო აღარ გაქვთ ურთიერთობა და სწორედ აი გარკვევა უნდა სიტუაციის. მე ვფიქრობ, რომ ამ პიროვნებას ვისთანაც შესაძლებელია წარსულში რაღაც პატარა კონფლიქტური სიტუაცია ქონდათ, ან დაძაბული ურთიერთობა, ან არასასიამოვნო პიროვნებად თვლიდით ხო თქვენ და გაწყვეტეთ თქვათ დაბლოკეთ კიდეც. შესაძლებელია პიროვნებას აინტერესებს რაღაც გარკვევა სიტუაციის და შესაძლებელია მიზეზი არის ის, რომ თქვენი რატომ აინტერესებთ ანუ თქვენ შესახებ უკვე დიდი ხანია არაფერი აღარ ესმის, ხო? ანუ შესაძლებელია თქვენ უკვე აღარ გაქვთ ინტერესი ამ პიროვნების, უკვე შეიძლება უკვე წარსულში დატოვეთ, მაგრამ ეს პიროვნება მაინც ფიქრობს თქვენზე. ფარულად გადევნებთ, ნახეთ, ძალიან აინტერესებთ. თან ისე გადევნებთ თვალს და ისე რომ აი თავის თავს არ ამჟღავნებს. ცდილობს დაფაროს, შეფარვით გადევნებთ თვალს, ხო? ანუ რომ არ გამოიწვიოს თქვენში რაიმე ეჭვი და აი ინტერესდება თქვენი ცხოვრებით და ერთი სიტყვით ამ პიროვნებას თავის დროზე რაღაც გული აქვს, არ ვიცი, ან თქვენ ან მას რაღაც გული გაქვთ ერთი სიტყვით ნატკენი და რაღაც კონფლიქტური სიტუაციით დაშორებულები ხართ ერთმანეთთან. აი ეს არის პირველი ვარიანტი, ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ, შემოძვირფასებო. მაინტერესებს რამდენად რეზონირდა რომელი ვარიანტი აირჩიეთ, დამწერეთ კომენტარებში, რომელი ვარიანტი აირჩიეთ და რამდენად რეზონირდა თქვენთან არჩეული ვარიანტი. აღარ გავაგრძელებთ ბევრს, რომ არ გამოვიდეს დიდი გაშლა, ძელი გაშლა არ გამოვიდეს, რადგან დიდ ვიდეოებს არ აქვს, ასე ვთქვათ, ყურება ნაკლები აქვს მაინც დროის გამო. მადლობას მოგახსენებთ პირველ ვარიანტს დაგემშვიდობებით და მოგესალმებით მეორე ვარიანტს და ნახოთ ვინ არის თქვენი ცხოვრებით დაინტერესებული, შესაძლებელია სულელის არკანი ამოვიდა, შესაძლებელია იყოს პიროვნება, რომელიც ახალი ნაცნობი, ანუ შესაძლებელია სრულად უცნობი პიროვნება, რომელმაც შესაძლებელია, მაგრამ ნახავთ კიდევ შემდეგ აქ რა როგორი ურთიერთობა გაქვთ, ხო, ნახოთ. შესაძლებელია პიროვნება, რომელსაც ხომ არ გავხსნა, რომელთანაც შესაძლებელია, როგორ გითხრათ, იცით, დიდად არ გაქვთ კომუნიკაცია. პიროვნება ან ახალი ნაცნობია, ან შესაძლებელია დიდად არ გაქვთ კომუნიკაცია და დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ ერთი სიტყვით თქვენთვის უცნობი პიროვნება და ნახოთ, მოდი მაინტერესებს რა შეხება გაქვთ. იცით როგორი მომენტია, ანუ გავაზუსტებ, შესაძლებელია ამ პიროვნებასთან, აი ნეიტრალური ურთიერთობა გაქვთ, ხო, ნეიტრალური ურთიერთობა. შესაძლებელია ეს პიროვნება
ამ პიროვნებასთან დიდი კომუნიკაცია არ გაქვთ, მაგრამ შეხება გქონიათ. ზოგიერთისთვის შესაძლებელია ეს იყოს პიროვნება, ვინც შეიძლება თქვენს ოჯახთან რაღაც კავშირში იყო, ან შეიძლება ნათესავი რაღაც წონასწორობა დაირღვა თქვენ შორის, რაღაცით ხართ გულნადგენი ამ პიროვნებისგან. შესაძლებელია ფინანსებსაც უკავშირდებოდეს ეს რაღაც წყენა და ურთიერთობა, ანუ რაც დანაკარგის შეგრძნება ფინანსური, შეიძლება ან ფული მიეცით, ან მოგცათ და შემდეგ რაღაც ბალანსი დაირღვა, ხო, თქვენ შორის მოხდა რაღაც ისეთი, რამაც გულის ტკივილი გამოიწვია ერთი სიტყვით. ძალიან ბევრთან, ანუ რეზონირებაში იქნება ისე, რომ პიროვნება თუ სულელის არკანს სულელის არკანი შესაძლებელია იგულისხმებოდეს ამ კონტექსტში, შემდეგ არკანიც რა კი უკვე გავხსენეთ და ნახეთ, შეხება გქონიათ უეჭველად და ვერ ვიტყვით იმას, რომ პიროვნება ახალი გაცნობილია, ხო, მაგრამ შესაძლებელია პიროვნებასთან სულელი ნულია არკანია, ხო, განულებული გაქვთ ურთიერთობა, ანუ ამ მომენტში შესაძლებელია პიროვნებასთან აღარ გაქვთ ურთიერთობა, კომუნიკაცია, ამიტომ 4-იანი თასი და ზომიერების არკანი უკვე დიდი ხანია რაღაც ბარიერი, ანუ თქვენთვის ხართ ის თავისთვის, ხო, და განულებული ურთიერთობა, მაგრამ წარსულში ჰქონდათ შეხება და გავიმეორებ, რომ შესაძლებელია რაღაც ფინანსური ანუ ფინანსური მხარდაჭერა გამოხატეთ მის მიმართ, ან მან გამოხატოთ თქვენს მიმართ და რაღაც ოჯახთან არის კავშირში, ჩემო ძვირფასებო. კიდევ მაინტერესებს რაც დაინგრა თქვენ შორის ურთიერთობა. ძალიან იცით როგორი შესაძლებელია პიროვნება სულის არკანი ვიცით რა არის პიროვნებასთან დიდი ხანია შესაძლებელია კომუნიკაცია არ გაქვთ. პიროვნება სოციალურ ქსელში გადავნათ თვალს. მიზეზი მაინტერესებს, ფორტუნას ბორბალი. თქვენ ცხოვრებაში სურს ამ პიროვნებას დაბრუნება. თქვენ შეიძლება არ გსურდეთ მისი მიღება, მაგრამ პიროვნებას სურს თქვენ ცხოვრებაში კვლავ დაბრუნება. შესაძლებელია ეს პიროვნება თქვენზე პატარაც იყოს, ჩემო ძვირფასებო. პიროვნებას, ვინც თქვენი ცხოვრებით არის დაინტერესებული, სურს თქვენ ცხოვრებაში დაბრუნება და ამ პიროვნებასთან გაკავშირებთ რაღაც ფულთან დაკავშირებული რაღაც პრობლემა იყო თქვენ შორის. და აი ამიტომ გაქვთ გული ნადგენი, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ პიროვნება დაინტერესებულია თქვენი ცხოვრებით და თქვენით, იმიტომ რომ სურს რაღაცნაირად თქვენ ცხოვრებაში კვლავ დაბრუნება. თქვენთან რაღაც კომუნიკაციის კვლავ აღდგენა. თქვენ შეიძლება აღარ გაქვთ ამის სურვილი, მაგრამ პიროვნება დაინტერესებულია ამით. ძალიან მაინტერესებს, აი ისეთი არკანები ამოვიდა, რომ ძალიან მაინტერესებს, როგორ რეზონირდება, ვინ არის კიდევ თქვენ ცხოვრებით დაინტერესებული. ამ მომენტში ეს პიროვნება მარტო იმყოფება, მარტოა და სურს რაღაცნაირად კვლავ თქვენთან დაბრუნება. თქვენ მისთვის როგორც იმპერატრიცა, 9-იანი პენტაკლი ოცნებობს ერთი სიტყვით თქვენზე. არ ვიცი რა ურთიერთობა გქონდათ, მეორე ვარიანტს. თქვენ ამ პიროვნებასთან დასრულებული გაქვთ ურთიერთობა, მაგრამ პიროვნებას გქონდა შეხება თქვენთან, თქვენ შორის იყო რაღაც ფინანსური უსიამოვნება, ან დაირღვა რაღაც ბალანსი, შესაძლებელია, არ ვიცი, ამ პიროვნების გამო რაღაც ოჯახში მოგხდათ რაღაც კონფლიქტური სიტუაცია, ჩემო ძვირფასებო, და დანაკარგის შეგრძნება გაქვთ, ხო, შესაძლებელია ზოგიერთმა თქვენგანმა ოჯახიც დაკარგეთ აი ამ პიროვნების გამო. მაგრამ პიროვნება გადევნათ თვალს, ინტერესდება თქვენი სოციალური ქსელით და სურს კომუნიკაციაზე გამოსვლა და თქვენს ცხოვრებაში დაბრუნება. არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ.
მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, რამდენად რეზონირდა თქვენთან. მადლობა და ნახვამდის.